მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ვირჩევთ პროფესიას. მე მისი წამყვანი მარიამ ხარაძე გახლავართ. ჩემი თანაწამყვანები იქნებიან ანანო ბალავაძე, ელენე ესვანიძე და ელენე ბუაძე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ყოველსათვის საყვარელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ბატონი დავით ფორჩხიძე. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. გადავარდა 300 წელს. დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. დიდი არა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენს შესახებ. მოგვიყევით თქვენს მიერ განვლილი გზა დღემდე. დავიბადე. მე ბაღში შევედი. მე სკოლაში, მე უნივერსიტეტში ჩავაბარე და მე მომღერალი გავხდი. აქამდე მოვედი. ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრე და სულ ყოველთვის ვცდილობდი რომ რაც მომწონდა ის გამეკეთებინა. ეს არის ძირითადად ჩემი თხოვნა. მომღერლობა და კომპოზიტორობა არც ისე განვითარებული პროფესია დღესდღეობით საქართველოში. როგორ აირჩიეთ თქვენის და იყო თუ არა ეს თქვენი ბავშვობის ოცნება? ალბათ ვფიქრობ, რომ მე ისე ვფიქრობ, რომ პირველყოფილი ადამიანიდან მოყოლებული, როცა ადამიანმა ცოტა ცნობიერება შეიძინა და ცოტა განვითარდა მისი გონებრივი შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიდევ სხვა არანაკლებ თუ ბევრჯერ მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო პროფესიები, იგივე როგორც არის დაუშვათ მასწავლებელი, პედაგოგი, იგივე მედიცინის ექიმზე მაგარი რა უნდა იყოს, ხო? მაგრამ ვფიქრობ, რომ კაცობრიობის განებივრებული შვილი ეს არის მომღერალი და აი უყვარს ადამიანებს უყვართ, ამიტომ რატომღაც ვფიქრობ, რომ აი მომღერლად პოპულარულ ადამიანად ყველა ხედავს ბავშვობაში თავის თავს და არ არსებობს ადამიანი, ვისაც ამაზე არ უოცნებია. თუმცა მინდა გითხრათ, ალბათ გავოცდებით, პროფესიით მუსიკოსი არა ვარ მე, ანუ უმაღლეს კონსერვატორია და ესეთი სასწავლებელი მე არ მაქვს დამთავრებული და თუ გაინტერესებთ რაც მაქვს დამთავრებული, ვარ თქვენი კოლეგა და ვარ ჟურნალისტი. ანუ პროფესიით მე მაქვს საინტერესოა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დამთავრებული. თუმცა რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მუსიკა იყო ის, რაც მე უნდა მეკეთებინა, რაც მე მომცემდა ჩემი თავის რეალიზაციის უფრო მეტ შანსს. არა ვარ იმის მომხრე ხარ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველგან ნიჭიერი იქნება. შეიძლება რაღაც დონეზე ყველგან გაართვას თავი, მაგრამ ადამიანმა უნდა იპოვოს ჩემი აზრით ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად რეალიზებული იქნება. არ ვიცი რამდენად გამომივიდა ეს, იმიტომ რომ შედარებითია, ხო, ყველაფერი და როგორი ჟურნალისტი ვიქნებოდი, არ ვიცი. მაგრამ აი მუსიკოსი ისეთი ვარ, როგორიც ვარ. და რით გამოარჩევთ მუსიკოსის პროფესია სხვა პროფესიებისგან? ნუ ამაზე ფაქტიურად ახლა უკვე გესაუბრე შენ, ეს ფორა აქვს რა პლუსი. ეს პლუსი აქვს, რომ ხალხს უყვარს მომღერალი. დანარჩენი ჩემი აზრით როგორც ნებისმიერი პროფესია მინუსებიც აქვს, აი განსაკუთრებით საქართველოში. აი ხო არის რაღაც ხალხური ესეთი ჩვენი დროის ანდაზები, ხო? უამრავი რაღაცა, რასაც ჩვენ დავცინი ვართ მე და იუმორისტულ შოუებში არის ხოლმე მასზე შარჟები და ესეთი მუსიკოსებს აქვთ, როცა აი ხდება ხოლმე მუსიკოსების მომღერლების თავყრილობა და როცა ისინი ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს ყოფიც მათ შორისაც უზიარებენ ხოლმე, ხშირად არის ხოლმე ეს ფრაზა, რომ ჩვენ ესე გეუბნებიან, თქვენ რა გენაღლებათ, ღერი ხართ და ხართ. აი ეს არის ჩვენი ისა რა, ანუ ჩვენ რა გვენაღლება, ღერი ვართ და ვართ. თუმცა როგორც ნებისმიერი პროფესია, სადაც პროფესიონალიზმის რანგში უნდა ახვიდე, მუსიკაც და იგივე ვოკალური იქნება თუ ინსტრუმენტალური თუ რაც იქნება, აქაც კოლოსალური შრომაა საჭირო და პირდაპირ საზოგადოებრივ სააშკარაოზე არის გამოტანილი როგორ იმუშავე, რამდენი დრო დაუთმე, რამდენი დროით ნაკლები დაუთმე, ამას ტესტავ პირდაპირ ესე აი მე კამერის წინ იქნება ეხა დაუშვათ აი ვიღაცამ მიყურებს თუ ვიღაცამ თქვა რომ აუ ეს გაათრიეთ აქედან, ნუ ესე იგი მე ცოტა ვიმუშავე. თუ ვიღაცამ თქვა რომ აუ რა კაი ბიჭი ეს როგორ გვიყვარს, ესე იგი მე ნორმალურად ანუ გამოცდილებაზე აქ დამოკიდებული. გამოცდილებაზე არ არის. ნებისმიერი პროფესია მოითხოვს თავდადებას, შენ უნდა იყო იმისთვის. რაღაც მომენტში შეიძლება საკუთარი თავი მოგიწიოს ხოლმე, რომ უკანა პლანზე გადადო. თუმცა ეს ყველაფერი დაგიფასდება. შეიძლება ბანალურად ხალხის სიყვარულით.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში თუნდაც არა, ეს არის აქ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოც მატერიალურად ანაზღაურებადი ხდება შენი შრომა. მაგრამ როცა მომღერალი ხარ, ნებისმიერ სფეროში მე ვფიქრობ, რომ თუ საერთო სახალხო ხდები, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოოდ შენ ყველაფერს აკეთებ ვიღაცეებისთვის. შენი თავისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენი თავი გიყვარს ყველაზე მეტად. მაგრამ აი ამას აკეთებ შენ სხვებისთვის. საჩუქარსაც იმიტომ აკეთებ, რომ ქსიამოვნებს. შენ ვიღაცა საჩუქარს უკეთებ და სხვა სასიამოვნო. შენი თავი უნდა მოგწონდეს. შენი თავი უნდა მოგწონდეს, შენი თავი უნდა არ უნდა მიგაჩნდეს, რომ სუსტი ხარ, არ უნდა მიგაჩნდეს, რომ ბალასტი ხარ, სათრევი ხარ. აქედან გამომდინარე, როდის ძლიერდები, როცა შენ ბევრს მუშაობ და რო გადიხარ, ფიქრობ, რომ რატო არ მეკუთვნის, მე ხო ამდენი ვიშრომე, მე რა დავაკელი, ხო ამდენი ვიცვალ, მოდი რა მე ეს უნდა მოვიპოვო, მე ეს უნდა მივეღწიო ამას. და მე როდესაც ამას დაინახავ, იქ ხალხიდან მოდის, უკვე ხვდები, რომ ესეა რა. როდის და როგორ აღმოაჩინეთ თქვენში მიდრეკილება ჟურნალისტობისადმი და მე რატომ გადაწყვეტეთ, რომ მუსიკოსობა უფრო გაინტერესებს, როგორ მოხდა ეს? ნუ რა თქმა უნდა, ეხლა თქვენი ეპოქაში ცხოვრობთ, რომ ბავშვმა ჟურნალისტობაზე იოცნებოს ძალიან ნორმალური. მე როცა დავიბადე, მაშინ ბავშვი ამაზე ვერ იოცნებებდა. ერთი პირველი არხი მუშაობდა, რადიო იყო და რამოდენიმე გაზეთი, კომუნისტი, ნორჩი ლენინელი და ლელო. თუ რა სოფლის ცხოვრება, აი ეს მახსოვს. ხო და ნუ აი არ იყო რა ისეთი რაღაცა, რომ მაგრამ როდესაც მე ვაბარებდი აი თქვენი მამების თაობის ავარ მეც და 90-იანი წლებია, მაშინ მოვიდა ის ეპოქა, როცა ჟურნალისტიკა გახდა აი ეროვნული მოძრაობის და აი ალბათ ეხლა თქვენ ეხლა 2 დღის წინ თუ რამდენი არ ვიცი როდის გავა ეთერში და იხარებოდათ რომ მოვიდა 9 აპრილი, რადგანაც სკოლაში დაიწყო. მე იქ ვიდექი, ისე როგორც ალბათ თქვენი მშობლები და მაშინ ეს ვნახეთ და განვიცადეთ და ამით ვისკი იარაფი თავი სულ არ მომაქვს და პირიქით ბედნიერები ხართ, რომ ესეთი რაღაცეებისგან დამძიმებულები არ ახართ. და ამიტომ არ მიდიხართ იგივე ჟურნალისტიკაში. ჟურნალისტიკაში იმიტომ მიდიხართ ალბათ თქვენ, რომ რა თქმა უნდა თქვენი თავის რეალიზაცია და საბოლოო ჯამში იგივე რომ ხალხს მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ის ინფორმაცია, რომელიც ხალხს გამოადგება, რომელიც ხალხს მოუტანს სარგებლობას და არა ზიანს და აქედან გამომდინარე, მაშინ ჩემი ჟურნალისტობა უფრო ვერ ხვდებოდი პოლიტიკოსობა მინდოდა, ჟურნალისტობა და ეროვნული მოღვაწეობა მინდოდა და აი ესე მოვხდი ამ სფეროში, ანუ ესე ჩავაბარე, საკმაოდ კარგადაც ვსწავლობდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი ჩამტოვეს. მაგრამ ჩამტოვეს, იმიტომ რომ გავედი, ეხლა ძალიან ცნობილი ის არის იურმა ახალი ტალღა, იმის 94 წელს გავედი ფესტივალზე, მაშინ 19 წლის ვიყავი და ვერ მოვიცალე გამოცდებისთვის და ჩამტოვეს. რომ ჩამტოვეს, მივხვდი, რომ სწორიც ხნეს რომ ჩამტოვეს, იმიტომ რომ არ შეიძლება თვითონ მუსიკაში არ შეიძლება თან საოპერო ვოკალი ქონდეს და თან როკი იმღერო და ეხლა იმღერო და ჟურნალისტიც იყო, ნუ ხვდები, მაშინ რომელიღაცა ჰობი უნდა იყოს, რომელიღაცა გართობა უნდა იყოს. მივხვდით იმისა, რომ დავამთავრე და დიპლომი მაქვს, მაინც ჩემგან ჟურნალისტი არ გამოვიდა რა, ანუ არც მიცდია ბედი. თუმცა ალბათ ვფიქრობ, რომ გამოგივართ? აი ხაც რომ დავიწყო არ იქნება ამით პრობლემა, მაგრამ ეს სფერო, რომელ სფეროშიც მე ვარ მირჩევნია. მუსიკა უფრო გიზიდავთ ან? არ მიზიდავს, ვიცი რა არის, მე არ დავაკნინებ არც ერთ პროფესიას. მით უმეტეს იმას, რომელიც მე ესე მიყვარდა და რომელიც შეიძლება გამხდარიყავ. იგივე თქვენნაირად აი ჟურნალისტი მე შეიძლება გამხდარიყავი და თქვენნაირად თქვენზე უკეთეს. მაგრამ ნუ არ გავხდი და არ გავხდი, მაგრამ როგორი მომენტია, იცი, მუსიკა იმხელა დრო წაიღო მუსიკამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ჩემ გარშემო არის და ადამიანი თქვენ ჩათვლით, კიდე შეიძლება თქვენი მშობლები და 20 კაცი შევაგროვოთ და იმათ უფრო ერთად აღებულს ნაკლები მუსიკა აქვთ მოსმენილი, ვიდრე მარტო მე. ხვდები, ამით კი არ ტრაბახობ, მაგრამ ანუ ამდენი შრომაა. რა არის, ხა თქვენ კითხულობთ ხო პუბლიცისტიკურ რაღაცებს, იგივე წიგნებს და ეს არის თქვენი განათლება, ხო? აქედან მოდის ინტელექტი, აქედან მოდის თქვენი ერუდიცია. ჩემთან მოდის რაც უფრო მეც მუსიკაში ვარ. ანუ რაც უფრო მეტ დროს უთმობ მუსიკას, რაც უფრო მეტ დროს ვართმევ საკუთარ თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს, რომლებსაც ძალიან უნდათ რომ ეს დრო დაუთმო. მაგრამ მე მჭირდება რომ
მუსიკასაც მივცე ის დრო და ხშირად ეს არის დღეში 5-დან 8 საათამდე. დიახ. ანუ მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ადამიანმა უნდა გაკეთოს პროფესია, რაც უყვარს. ხო, ნუ აი მივეჩვე, შემიყვარდა რა, ამის გარეშე ჩემ თავს ვერ წარმომიდგენია. თუმცა თავიდან რო იწყებოდეს ცხოვრება, შეიძლება სხვა რაღაცაც აი მაგალითად შემდეგ ცხოვრებაში არ ვიცი, შეიძლება ასტრონომია აი NASA-ში დავიწყო მუშაობა და კოსმოსში გავხდე. ესეც მომწონს. მინდა გითხო თქვენი ოჯახის შესახებ, ვიცით რომ მყავთ 3 შვილი და მეუღლე და 3 შვილი და მაინტერესებს იმათ უნდა თუ არა სიმღერა? ანუ დიახ, მუსიკისადმი თქოს მინდრეკილება. არა, დააქვთ. და რამე პროფესია ხო არ უნდა თან მომღერობა ან მე რო უყურებ არ შემიძლია ჩემ შვილებზე ვილაპარაკო ცუდად არ შემიძლია თუმცა ხშირად აკრიტიკებ ხოლმე რომ რა თქმა უნდა პრიორიტეტი უნდა იყოს ის რომ მე მინდა გავხდე პოპულარული ეს უნდა იყოს პრიორიტეტი უნდა იყოს მე მინდა რომ მოვწონდე ჩემმა ბიჭმა უნდა თქვას რომ მინდა ბევრ გოგოებს და ჩემმა გოგოებმა ბევრ ბიჭებს ესეც პრიორიტეტი ბევრი ფული ვიშოვო ესეც პრიორიტეტია თუმცა უფრო მნიშვნელოვანია რომ მე ვიყო მაგარი ჩემ საქმეში ეს უფრო მნიშვნელოვანია ამის მერე მოდის ეს შენი ბევრი ბიჭებიც და პოპულარობაც ხალხის სიყვარულიც და ფულიც და ფული ცოტა ნაკლებად მოდის ამ ქვეყანაში მაგრამ ალბათ მაგის დროც მოვა ამიტომ მე ჩემ შვილს არ აუგზავნო რომ იმღეროს ხშირად არის რომ იმ პროფესიის წარმომადგენლები გამომდინარე იქიდან რომ იციან რა სირთულეები ელით მათ შვილებს იმავე პროფესიაში მაგრამ ისინი რას ვერ ხვდებიან იცი სხვა პროფესია რო არ იცი შედალოცვილო იქაც სირთულეები ელოდება შენ თუ არ იცი ექიმის ცხოვრება და ხარ დაუშვათ ისა რა ქვია ხაბაზი ხო ნუ ეუნები შვილს რომ პურის გამოცხობა ძალიან ძნელია წადი გახდი ექიმი ისიც ძნელია ყველა პროფესია ძნელია რომელსაც შენ ირჩევ რომ მან შენ გარჩინოს მორალურადაც მატერიალურადაც და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ჩემი შვილები ორი ხა პატარა მესამე იმდენად პატარაა რომ ჯერ ვერ გაიგებ რა უნდა ამოჩემებული მოყონ ბიჭი მეყოლოს ფეხბურთი ნუ აღარ არის ხა ეგრე რომ ფეხბურთი ის ფეხბურთიც ისეთი რთული რაღაცაა და ფეხბურთელებს ძალიან ახლოს ვიცნობ ქართველებს ჩვენ ცნობილ ფეხბურთელებს მე ვიცი მათი ცხოვრება და ვიცი რომ იქაც არ ელოდება რაღაცა იავარდით მოფენილი გზა და არცად არ ელოდება თავარია ბრძოლა ვასწავლო რა რომ თავარია ვასწავლო ის ჩემ შვილს რომ შენი თავი უნდა გაიტანო შენით თქვენი პირველი სიმღერა დაახლოებით რამდენი წლის ასაკში იყო დაწერილი პირველი სიმღერა მე თვითონაც არ მახსოვს როგორი იყო ის სიმღერა და ძალიან არ ვიცი მაშინ ხა 38 წლისა ვარ ესეთი ჭარმაგი ვარ თქვენ მომითხათ რომ სულ არ გეტყობა არ გეტყობა ესა მეტყობა აშკარად ხო და 15 წლისამ დავწერე ნუ რა აღარ მახსოვს რა აღარ და ჯგუფის სახეს ჩამოყალიბებაზე რას გვეტყვით ჯგუფის სახე სადღაც უკვე 19 წელი 4 წელი რაღაცები მაიმუნე და 19-18 წლის ასაკში ჩემი ციტატ უბნელებმა გადავწყვიტეთ რომ გვემღერა მე ვაგროვებდი ვიღაც ბიჭებს ვაინტერესებდი ვიყავით ხუთნი იქიდან არც ერთი მუსიკაში აღარ მოღვაწეობს ახლა ამის მერე გავიცანი გოგა ხაჩიძე შალვა ნამიშვილი და მერე დათო ხუჯაძე და აი იქიდან გაკეთდა უკვე ის ცნობილი სახე რომელიც თქვენ გაგიგიათ დიახ და აი ამ სახეზე მინდა გკითხოთ როდესაც გამოდიოდა ეს ჯგუფის სცენაზე მოყვებოდა დიდი აჟიოტაჟი და ოვაციები ვიცი ანუ ლეგენდარული დავით ფორჩხიძეა ეხლა თქვენთან რა თქმა უნდა და ანუ მაინტერესებს რატომ შეწყდა ეს ყველაფერს აქვს თავის დასასრული იცი რომ იძახიან რომ სამყაროსაც აქვს დასასრული სამყარო წოდესაც დაიწყო ოდესაც დასრულდება თავარია რომ კარგ ჩემი ვფიქრობ რომ სახე დაიშალა მაშინ როცა უნდა დაშლილიყო სახეს არ შეეხო ის პერიოდი როცა ქართული თანამედროვე მუსიკა ჩვენ და სამწუხაროდ აგერ ვიღაცების მამების შოუების მთავარი ის დასაცინი ეს გახდა ხო და არა მარტო ვიღაცების მამების თელი იყო პერიოდი ეხა რაღაცნაირად ისევ
მობეზდა ალბათ ხალხს და არ შეიძლება ამდენი დაცინო. აი დაცინვას ვერ მოვესწარით. ეს მახარებსო ჩვენ არ დაგვცინოდით. ჩვენ არ გვჭორავდნენ, ძირითადად ჩვენ კონცერტებზე დადიოდნენ და ჩვენ სიმღერებს უსმენდნენ. და მოყვებოდა ოვაციები და აჟიტაჟი. ეხლა ცდილობენ რომ ყველა შემდეგი ბოიბენდი ბაძავდა სახეს. დიახ. არა, მიბაძვა არ არის ცუდი, მიბაძვა. ცუდი ნამდვილად არ არის. არა, უბრალოდ აი რაღაც ისეთი არა, სხვა რამეს ვიძახი. თუ ვიღაცა მომბაძავს და მაჯობებს, მე ისიქ გამოვა რომ მე მივბაძენ. თავარია ვინ ვის ჯობია. თავარია ვინ აკეთებს კარგად. ვის უფრო მეტი ხალხი უსმენს, იმიტომ რომ ეხა როგორი მომენტია, იცი, შეიძლება ვიღაცამ მითხრას რომ აიო სადღაცო ბაზრობის სიმღერები, იმასაც ბევრი ხალხი უსმენს, მაგრამ აი მე ვეუბნები ყველა ჩემ კოლეგას იგივე თქვენ მე რომ ორი მუსიკაში არის ორი ჟანრი ეს არის ჯაზი და კლასიკა რომელზეც მთელი დანარჩენი მუსიკალური სამყარო ამათთან ერთად შეთანხმდა რომ ჯაზს რაც უფრო ცოტა ხალხი მოусმენს უფრო მაგარია ჯაზი ანუ ჯაზს კი არაფერი აკლდება იმ ხალხს აკლდება ვინც არ უსმენს ამ ჯაზს ვინც ვითომ უსმენს და იძახის რომ ჯაზი მიყვარსო და ესეთი თბილისში ნახევარზე მეტია მაი მათაც აკლდება მაგრამ პოპ მუსიკა ეს არის ის მუსიკა სადაც სტატისტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თუ შენ ხარისხსაც ამატებ და პირდაპირ პროპორციულ კავშირში არიან ხარისხი პოპ მუსიკაშიც იქნება გენიალური შედევრები და თუ შენ ამ კარგს აი როდის ახარ მაგარი ტიპი როცა შენ რაღაცა მოგწონს და ხალხს მოახვევ ამას თავს და ხალხს მოაწონებ და არა როცა შენ იწყებ რომ აი ხალხს ეს მოსწონს და მოდი მე ეს გავაკეთო როცა შენ მოაწონებ იმას რაც შენ მოგწონს შენ ხო მეტი იმუშავე შენ ხო მეტი გესმის ხო ამიტომ ვალდებული ხარ მე ვალდებული ვარ რომ დავწერო მუსიკა რომელიც თქვენ მოგეწონებათ თქვენ თუ ეს არ მოგეწონებთ ჩემი ბრალია თქვენ არაფერში არ ხართ დამნაშავე და დღევანდელი ესტრადა ზოგადად როგორც ცხოვრი და როგორც ქართული მოგწონთ თუ არა და არის თუ არა თქვენ ცხოვრი რომ აი კითხვა აი პოპი მაგალითად შენ არ მოგწონს ეტყობა და იმიტომ მისვავ მაგას არა აი რიჰანა მაგალითად აი ეგეთები რომლებიც ძირითადად გავრცელებული ახალგაზრდებში მე მომწონს მე თქვენი აზრი მაინტერესებს მეც მომწონს აი იცი რა არის არ შეიძლება ეგრე ლაპარაკი რომ სულ ყოველთვის ვფიქრობდი რომ როდის დამემართებოდა ის რომ მე რომ გამოვიდოდი და კულისებში გავიდოდი და წამოვიდოდნენ ახალი თაობა წამოვიდოდა ეს ახალი თაობა და ეს ახალი თაობა იმღერებდა ისეთ სიმღერას რომელზეც მე ვიტყოდი რომ ეს რა არის კაცო ჩვენ დროს ესეთები არ ხდებოდა ეხლა მე გეტყვით რა რომ 98 წელს პატარა ბავშვები ხართ და მე უხერხულება ამ თემაზე თქვენთან საუბარი მაგრამ გავაკეთეთ ისეთი სიმღერა ჩვენ ცნობილი სიმღერა იყო რომელშიც იყო რაღაცა ისეთი საკმაოდ ისეთი ფრაზების ტერმინოლოგიები და 2011 წელს ამას ვეღარ ბედავდა ტელევიზორში იმას ის უედები ანუ მე რასაც ვაკეთებდი ის მაინც გააკეთეთ თქო იმას ვიძახი იმას კი არა რომ ეს რა მოიგონეთ ახალ სულ მეშინოდა რომ სიახლე არ დამჩაგროს არ არის სიახლე ეგ რიანა კარგია თუ ცუდია სიახლეა ხვდები ის დევიდ გეტა არის სიახლე მიხვდი ის კრის ბრაუნი ის აშერი ესენი სულ სიახლეა აშერი მე მახსოვს სახეს დროს როგორ სიმღერებს მღეროდა ჩემ დროს დაიწყო აშერმა და ჯეიზიმაც ხო ჯეიზიმ დაიწყო ჩემ დროს ჯეიზი ჩვენთან რო ჩამოვიდა Poetry in Motion-ი იყო ეს ცნობილი ჯგუფი მაშინ მათ მომასმენინეს პირველად მე ჯეიზი რომელსაც მე დაურეკეს ეს გაუგზავნეს ეს და ჩვენ ტელეფონიდან ვესაუბრებოდით ერთმანეთს ვფიქრობდი ვინ არის ეს ჯეიზი თქო და აი ვინც არის ახლა იცი თქო და ანუ მაგრამ ის ჯეიზიც სიახლეა ხვდები რას ვიცახი აქედან გამომდინარე შეიძლება აი ხა დედაჩემის თაობას ორერა მოსწონს ბიტლზები მოსწონს ვიღაც ბიძაჩემის თაობას ლედ ზეპელინზე მაგალითად დი პარპლი ჩამოდის აგერ ეგ უნდა იყოს ეგრე მაგრამ მე თუ ამ სფეროში ვარ მე ჩემ პრიორიტეტად ვაქციე რომ უნდა მივყვედრო საბარაგაო ყოველს განსხვავებული აი რომ გამოვიდა პირველად მაგალითად ტიმბალენდის ხო მუსიკა ხო უწერდა მას რა ქვია ნელი ფურტადოსი ყველას ხო ეგ უწერდა არ მომწონდა ეხა მივეჩვი ანუ მუსიკა არის როგორც საკვები მიეჩვევი და კაი ჯგუფ სახის შემადგენლობაში რომელი პროექტი დაგამახსოვრეთ ყველაზე მეტად ჯგუფ სახის პროექტებში აი ეს Poetry in Motion-ის კონცერტი იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კონცერტი და
ნუ აი მაგას ვერ ვივიწყებ და ეხა კადრებს რო უყურებ, არა მარტო ვიზუალურად ხო, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ცოტა უფრო კარგად გამოვიყურებოდი. ეხლა კარგად გამოვიყურებ. ანუ მარტო მაგიტო კი არა, საერთოდ ზოგადად ვგრძნობ, რომ ის სხვა პიროვნებაა, მე სხვა პიროვნება. ეხაც პოპულარული ვარ, მაგრამ იქ სხვა მასშტაბები. საყვარელი სიმღერა სახის რეპერტუარიდან? ყველას ძალიან არ მიყვარს როგორ მინდა მოგეფერო და არ მიყვარს უყვარს. ნუ არ ვიცი ხა. არა და ხო დიდხანს გელოდი, ყველას ყველას საყვარელი ყველას სიმღერა. ძალიან მიყვარს ჩვენი სიმღერა, ესეთი მაღლა ხელები. აი სიმღერა მიყვარს ყველაზე ძალიან. და ბოლოს მინდა გკითხოთ პროექტ ახალხმაზე. მოკლედ ყველამ ვიცით რომ თქვენ ხართ ამ პროექტის ერთ-ერთი ჟიურის წევრი. არ არის ჟიური, მწვრთნელი ქვია. მწვრთნელი, დიახ, ერთ-ერთი მწვრთნელი. და რაღაცა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, აი რა თქვენი პროექტის უпростоრად ამ პროექტის შემდეგ რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება? ან როგორი გახდა თქვენი ცხოვრება და ასევე მინდა გკითხოთ, აი როგორ აი რას გრძნობთ, როდესაც ხედავთ ამდენ იმედგაცრუებულ უკვე ბავშვს? არ ვგრძნობ დიდ პასუხისგებლობას. იმისთვის არის, რომ ყველა ხო ვერ იმღერებს არა. ვიღაცას ისეთი შემთხვევებიც მოხდა მაგ შოუში, რომ კარგად მღეროდა და ვერ ავიყვანეთ. აი ზუსტად მაგ მომენტში. აი რა არის, იცი, ძალიან ძნელია. ხა შენც დაждდები, აი დაგაჭინი და დაზეს ვერ ხედავ. ხო, ნუ სალაპარაკოთ ადვილია რა და ხდება ეგრე. ხა როგორი რაღაცაა, იცი, ბოლოს მე არ მინდა ხა რომ ცოტა ისე ვილაპარაკო, მაგრამ აი წამოვიდა ერთი ძლიერი, წამოვიდა მეორე ძლიერი, მესამე, მეოთხე და გასაგდები მყავს ეს ბავშვი. ამდენი ძლიერის გაგდება, აღარ დავაჭირე. იქით ვეუნები შენ დააჭირე ის აი ანუ სხვადასხვა რაღაცნაირი სიტუაცია. უგზნობ რომ დიდია, მე უფრო პატარა მინდა. ან პირიქით პატარაა და მე უკვე პატარები და ან გოგოა და ბიჭი გინდა. ხო, ანუ აი რა არის, იცი, აი ის შეიძლება მე ის ჩემს პერსპექტივაში ფინალისტი უკვე დავინახე. და იმას უკვე ვეღარ ჯობია ეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოდი სხვაგან კონდეს ხო შანსი. ჯერჯერობით ამის ფორა მე მომეცა. ალბათ იმიტომ რომ პირველი პროექტი რომ მოვიგე, ალბათ მე კი მინდა რომ ესე არ იყოს და სინამდვილეში ყველა ხვდებოდეს რომ მე კარგი ვარ და იმიტომ მოდიან ჩემთან, მაგრამ დავარქვათ ესე, ყველას უნდა რომ როდესაც ადამიანი რაღაცა წარმატებას მიაღწევს, რაღაც დაუკნინონ, ხო? ნუ დამიკნინონ, მე იმიტომ მოდიან ჩემთან ძლიერი ბავშვები, რომ მე ვარ მოგებული. იყოს ეს, მაგრამ ხო მოდიან. რა თქმა უნდა. მოდიან. ეხლა ამ რაღაც მომენტში ვიგრძენი პასუხისგებლობა, რომ და რა მომივიდა. ეხლა ეს არ გავაგდო მეთქი. მე რეთქო. და აქ გავაგდე. კაი, ესე მომივიდა რა. ეხლა რომ დავაჭიროთ ხო, მე გასაგდები გამიხდება თქო და ის საწყალს უნდა რომ ღონ შემომიყვანე და მე გამაგ მაგას, მაგრამ ეგრე არ არის. მე ის მაგრა იმ ანუ ძალიან ცუდი პროექტია ეს ხო ჩემი დაწერილი არ არის. მაგრამ ეს იძლევა იმ დრამატურგიას და იმ ექშენს, რაც თქვენ გაყურებინებთ ამ შოუში. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ამ პატარების შოუში მიგულშემატკივრებთ, ჰა? კი, რა თქმა უნდა, ძალიან. მე სულ ყოველთვის დიდების გუნჩით. ძალიან დიდი მადლობა. თუმცა ჩემი კოლეგებიც ძალიან ძლიერები არიან, კარგი ბავშვები ყავთ და იმათაც უსურვებთ წარმატებას. პირველ რიგში თქვენ გისურვებთ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეს იყო გადაცემა ვირჩევთ პროფესიას. მომავალ შეხვედრამდე. გისურვებთ წარმატებას. ნახავთ.